გამარჯობა. ყველას სალამი, გამარჯობა. მინდოდა ამეხსნა. ეხლა გამოვედი სამუშაო ოთახიდან. ვარ კონფერენციაზე მოწვეული, რომელიც ეხება ევროკავშირის გაფართოებას. და მინდოდა ამეხსნა რაღაცები, რას ვაკეთებ, რატომ ვარ აქ. რას გვაძლევს ეს ჩვენ თლიანად საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას, ქართულ ხალხს ამ ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვებით. ეხლა აქ დავჯდები, სანამ შემოხვალთ დანარჩენები. დაველოდოთ რამდენიმე წამის ხვებსაც მაშინ. აი ესე შეგვიძლია დავეწყოთ. რამდენიმე წამი დაგელოდებით და მოგახსენებთ რა და როგორ არის და რა სარგებელი მოაქვს ამას ყველაფერს, რასაც აქ ვაკეთებ. სულ ერთი წუთი შევიკრიბოთ. ეს მართალია ისეთი დრო არის ჯერ შუა დღე, ხალხი დაკავებულია, მაგრამ მე აქვს ხოლმე ამ ვიდეოებს ძალიან დიდი გავრცელება. მოგვიანებით. ესე იგი, ყველას მოგესალმებით. ჩამოსული ვარ კონფერენციაზე ბელგიაში, ბრიუსელში, როგორც იცით, ეს არის ევროკავშირის ადგილსამყოფელი, ევროკავშირის დედაქალაქი, სადაც არის განთავსებული ევროკავშირის ბიუროკრატია, კომისია, სადაც შიგადაშიგ იმართება ხოლმე ევროპარლამენტის შეხვედრები, მოკლედ, ყველაფერი ევროკავშირი, რასაც ეხება, არის აქ. ესე იგი, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხები არის მნიშვნელოვანი და უნდა დარჩეს მნიშვნელოვნად. ეს არის მათ შორის ჩემი მისია. ევროპარლამენტში არის რამდენიმე გაერთიანება დეპუტატების, რასაც საქართველოში უწოდებთ ფრაქციებს და ეწოდება ფრაქცია. ანუ პარლამენტში, როდესაც აირჩევა დეპუტატები, ისინი იკრიბებიან ფასეულობების მიხედვით, რა პარტიას წარმოადგენენ იმის მიხედვით და ერთად გამოხატავენ პოზიციებს. ეს არის ფრაქცია. ასეთი ფრაქციები არის ევროპარლამენტში, სადაც არის 700-ზე მეტი წევრი ევროკავშირის ყველა ქვეყნიდან. ისინი იყოფიან ფასეულობების მიხედვით, ანუ მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატები რო შედიან, წარმოადგენენ თავიანთ ქვეყანას, ესტონეთს, პოლონეთს, უნგრეთს თუ საფრანგეთს, ყველა არის ახლა აქ ამ ღონისძიებაზე. მიუხედავად ამისა, ისინი გარდა ამისა ერთიანდებიან ფრაქციების მიხედვით, რომ უფრო ძლიერები იყვნენ. ესეთი ფრაქციები არის დიდი, ყველაზე დიდი ამ ეტაპზე არის IPP, ქრისტიან-დემოკრატიული კონსერვატიული პარტია და მასზე, ანუ რომელიც უწევს მას კონკურენციას, დიდი გაერთიანება არის სოციალ-დემოკრატიული გაერთიანება. სოციალ-დემოკრატების ფასეულობა არის და ეს არ გვეგონოს ეს ჩვენ რაღაცა გადმონაშთი, სოციალ-დემოკრატების ფასეულობა არის კეთილდღეობის ხელმისაწვდომობა ყველასთვის. 100%-იანი იმის საწინააღმდეგო, რაც ხდება დღეს საქართველოში, რაც ხდება ბოლო თლიანად, რა საერთოდ ახლა ვერ გამოვყოფთი წინა ხელისუფლებას თუ მერეს გააჩნია შეგვიძლია საკითხობრივად გამოვყოთ. მაგრამ კეთილდღეობა ყველასთვის ეს არის ჩვენი პარტია ხალხისთვის ფასეულობა. კარგი განათლება, კარგი ჯანდაცვა, კარგი სამსახური, ღირსეული ანაზღაურება, არა მონური ანაზღაურება,
ჯანდაცვა, როდესაც კარგად გახდები და კი არ მოკვდები და მანაწლავის მაგივრად სხვა რაღაც არა მოგაჭრიან. აი ესეთი კეთილდღეობა ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი საქართველოში. დაიბადე დედოფლის წყაროში, დაიბადე თბილისში, დაიბადე ზუგდიდში, დაიბადე სენაკში, დაიბადე მესტიაში, უშგულში, ჭუბერში სასტრაფო მანქანა არ აყავთ. ხალხნო ისევ 21 საუკუნეში რა deep state-ზე გველაპარაკება, რაზე გველაპარაკებიან. სასტრაფო მანქანები და პოლიკლინიკები არ არის ჩვენ დასახლებებში უმეტესოგან. ეს არის ბარბაროსობაში ვართ ჩარჩენილი. ესე იგი, საარჩევნო კამპანიის დროს რო ვიყავით ასული მესტიაში, ადამიანები მეუბნებოდნენ, რომ ექიმი გჭირდება. ექიმი შეიძლება 21 საუკუნეში აგერ ბრუსელში ვარ ჩამოსული და ამაზე იყოს ლაპარაკი, რომ შენი მთავრობა ექიმს ვერ უზრუნველყოფს შენ დასახლებულ ადგილებში. ამ დონეზე ვართ. და ეხლა მოიწყო განხილვა რაზე? როგორ წავიდეს ევროკავშირი წინ და ამ განხილვისთვის მონაწილეობისთვის მომიწვიეს მე, როგორც პარტია ხალხისთვის წარმომადგენელი. რატომ? იმიტომ რომ რეალურად ეხლა ახალი ფიქრი უნდა დაიწყოს, როგორ გაფართოვდება ევროკავშირი. არიან კანდიდატი ქვეყნები ბალკანეთიდან, სერბეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და ჩვენ ასევე მოლდოვა, უკრაინა, 10 ვართ სულ კანდიდატი ქვეყნები, ახალი გზა უნდა შეიქმნას ჩვენთვის. იმის გათვალისწინებით რაც ხდება და იმ ვითარების გათვალისწინებით რაც საქართველოშია და ამაზე იყო აქ მსჯელობა. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გასაგებია იყოს ევროკავშირისთვის, რომ ჩვენი ხელისუფლების პოზიცია დღეს რაც არის, ანტიევროპული პოზიცია, ეს არის უბრალოდ დროებითი. ის არ წარმოადგენს ქართველი ხალხის პოზიციას და ნახეთ, ეხლა იყო საუბარი ჩრდილოეთ მაკედონიაზე, როგორ წლების განმავლობაში პროპაგანდის მუშაობის გამო ევროკავშირს ჰქონდა მხარდაჭერა რაღაც 80%-ში და ჩამოვიდა 50%-მდე. რატო? პროპაგანდის მანქანა რომ მუშაობს, იმედი, ტელეკომპანია, რაღაცა გველების შეკრება იმ სხვა მეორე ტელევიზიაზე, ის მუშაობს ამისთვის, რომ სანამ ჩვენ ყველას გვენდომება ევროკავშირი, მანამ იქნება გარკვეული წნეხი, გარკვეული ეს არის როგორც ჩარჩო, რომელის ფარგლებშიც მოუწევს მუშაობა ხელისუფლებას და ვერც ბედავს, ნახეთ, ქართული ოცნება ვერც ბედავს, რომ პირდაპირ თქვან, რომ ევროკავშირი არ აინტერესებთ. გამოდიან, აგინებენ, საწინააღმდეგო რაღაცეებს იღებენ კანონებს, დიქტატორულს და მაინც ამბობენ, რომ ევროკავშირში მივდივართ. იმიტომ რომ საქართველოში, რა ვიცი, ის ცხოვრება, რომელიც არის ევროპაში, ვის არ უნდა, ის წესრიგი, ის უსაფრთხოება, ის კეთილდღეობა, რომ უსახკაროდ არ დარჩები სამსახურს თუ დაკარგავ, ცოტა ხანი დაზღვევა გექნება, სანამ ახალ სამსახურს უპოვი, კაი ბაღი. აი ეს ყველაფერი, ხო? მოკლედ, ეს აქ მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი. რა ვთქვი მე? მე ვთქვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უფრო აქტიური ყურადღება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. რაც ხდება ჯერჯერობით ეს განცხადებები კარგია, იზოლაციაში რო არის ქართული ოცნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არავის არ ეგონოს, რომ ეგ არაფერი არ არის. ჟურნალისტებმა ისე იციან ხოლმე კითხვა, ხო იცით, სულ მეტი უნდა. და ხო და რო მე რა რო ეხა გავიგეთ, რომ იზოლაცია არ აწუხებთ მეგობრებო. ყველაზე სერიოზულ დიქტატორულ სისხლიან რეჟიმებსაც კი ჭირდებათ ამაზე რამდენიც გინდა იმდენი მაგალითი მაქვს, რომ იყვნენ საერთაშორისო აი ამ კლუბის წევრები, რომლის წევრი ქართული ოცნება ვერ და არ არის. თუმცა ძალიანაც აწუხებთ, მაგრამ ამას უნდა შენარჩუნება და ამას ჭირდება მუშაობა ჩვენ მეგობრებთან. დღეს რო ევროკავშირიდან საქართველოში არავინ არ ჩამოდის და არ ხვდება ქართულ ოცნებას, ეს არის აი ამ მუშაობის დამსახურება. იმის დამსახურება, რომ ჩვენ და მე
მუდმივად ვართ კავშირზე და ვეუბნებით. აი ეს კანონი იყო მიღებული, აი ეს მოხდა. ეხლა რაც ამაზეც მინდა ვთქვა, რა კანონიც მიიღეს ეხლა გრანტების შესახებ. ესე იგი, აქ რომ ჩამოვსულიყავი, აი წარმოიდგინეთ რა. ყველა ხარჯი ის ხო არა ვარ, რა ქვია, უთარ ფარცხალაძე არა, მე ვისროდე იქით აკეთ რუსულ რუბლებს. ხო, რომელიც ჩემოდანით ჩამომიტანეს. ყველა ხარჯი, რომლითაც აი ეს ღონისძიება დაფინანსებულია, ყავა იქნება ეს თუ ხო იცით რომ არის აბსოლუტურად სხვა სტილის. ეს არ არის ფუფუნება, სად ნახავთ თქვენ ევროპაში ეგეთ დამოკიდებულებას ფულთან. ყველაფერს უკან აქვს. ჩეკი. 3 ევროიან ყავას რო გააკეთებ, მე მოგიყვებით. ერთხელ ლექცია მქონდა დანიაში წასაკითხი და ჩემი მასპინძელი ვინც არის, იმას ყავაზე წავედით საერთოდ ლექციამდე, ეს მიღებულია და იმას ვეუბნები, რომ მე დაგპატიჟებ მეთქი ამ ყავაზე მეთქი და აუ რას ამბობო რა ყავა ღირს რაღაც 3 ევრო. და რას ამბობო ეხლა შენ რო დამპატიჟო, ეგო დეკლარაციაში უნდა შევიტანო. ხედავთ, ანუ მე რო დავპატიჟო ეს საჩუქარი 3 ევროიანი ისიც დეკლარაციაში უნდა შეიტანოს, იმიტომ რომ წესი აქვს რომ არ შეიძლება, არა, უბრალოდ საჩუქარს თუ მიიღებ, ის უნდა განაცხადო, როგორც ჩვენთანაც არის ნორმალურ პირობებში. და არა იმ პირობებში, როდესაც გვადგას თავზე თეატრულოკიანი და გვაიძულებს რომ ვაღიაროთ პარლამენტი, რომელიც არ გვიღიარებია და რაც მათ ძალიან სტკივად. ეს კომისია, რომელიც გააკეთეს, მაგისთვის არის შექმნილი თეას ფანჯატური. გარდა იმისა, რომ სამართლებრივად იდიოტობა არის, და რეალურად ვინც დაზარალდა და ვინც დრამე დაზიანდა, ის არაფერს არ იღებს ამ კომისიიდან, არაფერს არ იღებს, არც კომპენსაცია, არაფერი არ მისცეს ამ ხალხს. შეიძლება დაპირდნენ და რომ გამოიყენონ. მაგრამ გარდა ამისა, ამ კომისიის არსი არის, რომ გვაღიარებინონ პარლამენტი. მე არ შევავსე დეკლარაცია, როგორც იცით, და დამაჯარიმეს, რომ როგორ ესე იგი, კი, თქვენ ამირჩიეთ მე პარლამენტის წევრად. ძალიან დიდი მადლობა და მე იმ გასაკეთებელ საქმეს, რასაც დაგბერდით, მაინც გავაკეთებ და უფასოყვებას მაინც შემოვიღებ და ნორმალურ განათლების სისტემასაც შემოვიღებ და კორუფციასაც გავიტან, სადაც არ ყოფს, გავაკეთებ. უბრალოდ ეხლა ამათ პირობებში ამის საშუალება, რა თქმა უნდა, ხო ხედავთ ეხლა ამდენი ხანია 5 თვეა მარტო არიან ხელისუფლებაში, ერთი ნორმალური კანონი არ მეუღიათ. მარტო იღებენ რეპრესიულ კანონებს. აი რატო არ მეუღიათ ერთი ნორმალური კანონი? ხო ისმის კითხვა. მარტო არიან პარლამენტში გულაობენ. გახდნენ რა რამე მიიღონ ხალხისთვის. რატო არის ისე ჩაბარდნილი? აი დუშეთის სოფლები როგორც იყო. აი თბილისთან არის ხო 40 წუთში კურორტული მთიანეთი, კურორტია. ისე მიგდებულია, ჩავარდნილია, გზები არ არის. ხალხი აღარ ცხოვრობს. რატო? იმიტომ რომ ეს არის იმპერიული მმართველობა. ამათი ამოცანა არ არის რომ ვინმე იყოს კარგად. ამათი ამოცანა არის რომ თვითონ იყვნენ კარგად და ხალხი გაღარიბდეს. და ამას უპირისპირებთ აი იმ ფასეულობებს, რომელიც მე ვთქვი ახლა აქ პლაკატი თუ არის სოციალ-დემოკრატების აი იმ ფასეულობებს, რომელიც მე ვთქვი და ეს ფასეულობა არის კეთილდღეობა ყველასთვის. ყველას უნდა კონდეს საშუალება საქართველოში მოიწყოს კაი ცხოვრება. მე მგონი ეს ძალიან ბევრ ხალხს გვინდა. მოკლედ, ამისთვის ვარ აქ ჩამოსული, იყო აქ მთელი 10-ვე ქვეყნის პარლამენტის წევრები, პრემიერი, ალბანეთის პრემიერი, აი ეხა მართლა საწყენია სულ წარმატებას ვუსურვებ ალბანეთის მთავრობას, მაგრამ ხალხო ჩვენ ვიყავით, ჩვენ შეგვიძლია რომ ვიყოთ პირველები, საჩვენებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ მონაცემებში, რეფორმებში, კეთილდღეობაში, ეკონომიკურ ზრდაში, საუკეთესო განათლების სისტემაში, ბოლოში ვართ და დღეს საქართველოს არავის არ ახსოვს. თუ იმიტომ ახსოვს, რომ ჩვენ ვართ აქ. გამოდიან და როგორც ჩვენ ვართ ეხა პრობლემა. აი, იმიტომ ახსოვთ, რომ პრობლემაა და მოსაგვარებელია.
და რაღაცა ცუდი ამბები მოდის აქედან. ერთი ცუდი კანონი, მეორე ცუდი კანონი. მაგრამ ვინ არის წარმოჩენილი როგორც საუკეთესო მაგალითი? ალბანეთი და კოსოვო. როგორც რეფორმები გააქვთ, კორუფცია აღმოფხრილია, კეთილდღეობა იზრდება, ეკონომიკური ზრდა არის და ასე შემდეგ. და ჩვენ კიდე ვართ როგორც ცუდი ამბების განყოფილება რო არის, ხო იცით, ცუდი ამბები, კაი ამბები. აი მანდ. აქედან უნდა ამოვიდეთ ჩვენ, აქედან ამოვალთ და ასეთ ღონისძიებებზე ყოფნა და ყოველთვის რაც სხვათა შორის უფრო გვიჭირს ამერიკაში, როგორც შემთხვევით ცნობილია, ძალიან გვჭირდება დიასპორის გააქტიურება, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვივლით ამერიკაში ესე ხშირად, ვერ ვივლით შორიად, საქართველოშიც საქმეები გვაქვს ძალიან ბევრი, რა ვიცი მე და ხალხთან სამუშაო არის და ამის პარალელურად, ამიტომ ჩვენ ძალიან გვჭირდება დიასპორის გააქტიურება. ჩვენ თუ გჭირდებათ როგორ, აქ ვარ მე, აი აქ ვარ მე და ჩემი Facebook-ი, მაგრამ თქვენ უნდა მონახოთ საშუალება, რომ იყოთ საყრდენი, ნამდვილი საყრდენი ქართველი ხალხის, საელჩოების მაგევრად. საელჩოები ხო ყველა იღებენ ხელფას, რისთვის იღებენ ხელფას? ეს მართლა უნამუსოები ესენი. არავინ არ იღებს მაგათ. აი ხა საელჩოები რა ინფორმაცია ხო ჩვენთან. ზუსტად ვიცით, რეკავენ და ითხოვენ შეხვედრებს. და არავინ არ ხვდება. არ ხვდება. რისთვის იღებენ ხელფას და ამის მაგევრად ნამდვილი საელჩოები ხართ თქვენ. დიასპორა სადაც არ უნდა იყოთ, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენი აქტიურობა. ეს ქართული ოცნების ჭირს ჩვენ გადავაგორებთ, მაგრამ რო გადავაგორებთ, ამას უნდა დავხვდეთ ჩვენ მზად. პირველივე დღიდანვე, რომ გავატაროთ ეს რეფორმები და ამისთვის გვჭირდება ხალხი. ეს კარგი, კომპეტენტური ხალხი, რომელიც არ ჭირდება ქართულ ოცნებას, ჭირდება საქართველოს. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩანდეთ და იყოთ და მოგწეროთ, იმიტომ რომ რავი, მომავალი ჩვენზე არის. ჩვენზე არის, ესეთ ხალხზე არის. მოკლედ, ამის თქმა მინდოდა, ვაგრძელებთ მუშაობას, როგორც ყოველთვის, აბა, გაგიმარჯვეთ, ნახვამდის.